მოგესალმებით ბავშვებო, დღეს ჩვენ მოგიყვებით ზღაპარს ჭკვიან კურდღელზე და ლომზე. ერთ დიდზე დიდ უღრა ტყეში დიდზე დიდი ლომი ცხოვრობდა. მას დიდზე დიდი თათები და ბასრი ბრჭყალები ჰქონდა. ტყის ბინადრები საგონებელში იყვნენ. ვაიმე, სად დავიმალოთ? მე ტყის მეფე ვარ. ყველას სათითაოდ შეგჭამთ. ვერც ერთი ვერ მომერევი. პატარები ხარ და უსუსურებ. ხარიალებდა ლომი. ვაიმე, რა ვქნათ? რა მოვიფიქროთ? კურდღელი უსმენდა ცხოველებს. როდესაც ჭას გაუარა, მასში ჩაიხედა და აზრი მოვიდა. რაღაც მოვიფიქრე, თქვა ჭკვიანმა კურდღელმა და ლომთან წავიდა. სათხარ აქამდე უნდა შეგჭამო? აქ ვარ, გადმოხვდა ჭკვიანი კურდღელი. თუ გინდა შემჭამე. აქამდე სანამ ავდიოდი, გზაზე მესამე ლომი შემხვდა. მან ჩემი და-ძმები სულ შეჭამა, მე კიდე გამოვიქეცი. მას შენზე დიდი თათები და ბასრზე ბასრი ბრჭყალები ჰქონდა. ის შენ მოგერევა და დაგამარცხებს. ამ ტყეში მეთერთი ლომი ვარ. მათ ჩენი ისლამი. გირი მან გადახვება და მე შეგჭამ. კურდღელმა ლომი მიიყვანა ჭასთან. აი, ჭაში ცხოვრობს ლოის ლომი. თუ გინდა ჩაიხედე და ნახავ. ლომმა ჩაიხედა ჭაში და გამწარებული ახტა და ჭაში ჩახტა. ის ჩაიძირა და დაიღრიალა. იშველე! ვერ გიშველით. ჩვენ პატარები და სუსტები ვართ. მერე კურდღელმა თქვა ვაშა და წავიდა ცხოველებთან და ამბავი მოყვა. იმ დღის შემდეგ ლომი აღარავის უნახავს.